იმ სცენარს მიყვება ადამიანი, რაც ბავშვობაში დაუპროგრამდა, ხო? და იმერებს რაღაც ტრავმულ გამოცდილებებს. იმიტომ რომ ნაცნობია. და სხვათა შორის, აი ეს ნაცნობობის, ეს ფსიქოლოგიური შეხედულება, რატო იმეორებს ადამიანის ტრავმულ გამოცდილებას, ძალიან კარგად აღწერა აარონის კვლევამ, თავისუფალი ენერგიის კვლევამ. იმისათვის, რომ ადამიანი გადარჩეს, სინამდვილეში სჭირდება ყველაფერი წინასწარ იცოდეს. რამდენადაც შესაძლებელია. და ანუ ადამიანის თავის ტვინი დეტერმინისტულია, ან ცდილობს, რომ ყველაფერი წინასწარ განჭვრიტოს და თუ რაღაც ისი არ მოხდა, როგორც განჭვრეტილი აქვს, შემდგომი ქმედებით დააბრუნოს ამ წინასწარ განსაზღვრულობასთან მაინც. პაციენტების ეს ქცევა, რომ ბრუნდებიან ტრავმულ სცენარებს, ზუსტად ამას ხსნის, რომ მიუხედავად მისი ტრავმული ბუნებისა, ნაცნობია, დეტერმინირებულია, იცის იქ რა ხდება და ამიტომ ამეორებს. თუნდაც ახალი სცენარი უფრო ჯანსაღი და ნაკლებ მტკივნეული იყოს. ამ მხრივ, ანუ ადამიანის ფსიქიკაც აი მიმართულია და ტვინით, რომ იყოს დეტერმინისტული, იმიტომ რომ გადარჩენის გზას ამაში ხედავს, როგორც ბიოლოგიური არსების მთავარ ფუნქციას.